Როგორ ფიქრობთ, ბატონო ნიკა, შეაჩერებს თუ არა COVID-19 პოლიტიკურ პროცესებს? რაბედიელის რთულად მიღწეულ შეთანხმებას პროპორციულ სისტემაზე. მოდით ამით დავიწყოთ ჯერ საუბარი, რადგან ელჩთან სწორედ ეს საკითხიც განვიხილეთ და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც ბოლოს ვიმსჯელეთ. თქვენ ალბათ გქონდათ მისი მოსმენის ისიც რა ტიკი უსმენდი ყურადღებით, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა არის ურთულესი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე და არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, დღესდღეობით ის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა სწორედ ელჩების თანამონაწილეობით და აქტიური ჩართულობით, უნდა იქნეს ხორჩესფული და ამას ხელი ვერ უნდა შეუშალოს ვერც ერთმა ფორს-მაჟორულმა ვითარებამ. მე იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება არ გამოიყენებს შექმნილ რთულ ეპიდემიურ მდგომარეობას იმისათვის, რომ რაიმე სახით პოლიტიკური თვალსაზრისით არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მის რაღაცა გეგმებს არ მოემსახურება, ან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ასევე მის ვიწროპარტიულ ინტერესებს მოემსახურება. ამ შემთხვევაში დღესდღეობით მხოლოდ შემიძლია, რომ უბრალოდ იმედი დავიტოვო და ვიმედოვნო, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ არ გატეხს სიტყვას. რაც შეეხება და პროპორციულ მეტნაკლებად დაახლოებულ საარჩევნო სისტემას მივიღებთ. რაც შეეხება ახლა ხელს შეუშლის თუ არა პოლიტიკურ პროცესებს, როგორც ასეთს ეს ეპიდემია, ფაქტია, რომ რა თქმა უნდა დღეს პოლიტიკური კლასიკური გაგებით პროცესები არის მეორე, მესამე და მეოთხე პლანზე გადასული ძირითადად ოპოზიციური პარტიების მხრიდან და ეს ასეც უნდა იყოს, ხელისუფლებაც არ უნდა იყოს დაინტერესებული არანაირად ვიწროპარტიული ინტერესით. დიახაც ხას უსვამ, ვინაიდან პოლიტიკაა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგება ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკაა ყველაფერი ის, რაზეც ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, მაგრამ ვიწროპარტიული ინტერესების დრო ეხლა არ არის, მაგრამ როგორ ვთქვა, რომ ხელისუფლება უარი თქვა ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისგან, როდესაც დღე არ გავა პრაქტიკულად, როდესაც ხელისუფლება დგამს ნაბიჯს ზუსტად რომ ვიწროპარტიული ინტერესების გათვალისწინებით, აი რამდენი მუნიციპალიტეტის არჩევითი მერი გადააყენეს. წარმოგიდგენია და ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. აი გუშინ ქუთაისის მერი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. არჩეული ქუთაისის მერი დედაქალაქის შემდეგ მეორე მსხვილი ქალაქია, ხო, მოსახლეობით და არა მხოლოდ მოსახლეობითაც და ერთი ხამაც კი არ მოუღია, ეს ნორმალური მოვლენა არის. თერჯოლის მერი, თქვენას ფიქრობთ, ამის მიზეზი რა არის? მან თქვა, რომ თავად წავიდა თანამდებობიდან, დაასახელა კონკრეტული მიზეზი. არა, ვინ დაასახელა კონკრეტული მიზეზი? გადადგა მერი, მან თქვა კონკრეტული მიზეზი. ხმა არა მოუღია Facebook-ზე დაუწერეს და აუტვირთეს, ხო, რომ ბატონი ჭიღვარიას არტიკულირებული რომელიმე გზავნილი ვინმე მოისმინა? არა, რა თქმა უნდა, დაუწერეს Facebook-ზე იმ ტრადიციების შესაბამისად, როგორცაც აქვს ხოლმე ადგილობრივი განმავლობაში პრემიერ-მინისტრები ისე მიდიან, რომ განცხადებებსაც არ აკეთებენ, ახლა გაგახსენებთ უკანასკნელ ბახტაძეს, როგორ წავიდა, ხო, საერთოდ ხმაც არა მოუღია. ემზადება ივანიშვილი არჩევნებისთვის. განა რას ნიშნავს აბა სხვას? მიუღებელი საშინლად არაპოპულარული მერი იყო ბატონი ჭიღვარია, მაგრამ მერი არჩეული იყო, ხო, 2 წლის წინ ქუთაისელებს ხო არჩევია, ხო? მაგრამ დღეს ისე გაუშვა სახში, რომ ხმაც არ ამოაღებია. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ისე დანიშნა ამ გაგანია ეპიდემიის დროს, რომ არც არავის ჰკითხა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს ირაკლი ოქრუაშვილის. ყველაფერი დახურულია. არც ერთი აგრარული ბაზარი არ არის ღია, 50,000-მდე მოვაჭრე არის ულუკვაპურო დარჩენილი სასუქესადო მაღაზიები პრაქტიკულად ვერ ფუნქციონირებენ. ყველანაირი ბიზნესი გაჩერებულია, ყველაფერი გაყინული არის. ამ ქვეყანაში და ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს, ეს არის მურუსის და ჩინჩელაძის სასამართლო, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მიმდინარეობს დაჩქარებულად.
ეს არ არის მიწროპარტიული ინტერესის მიხედვით ჩვენ ამ კითხვებით მივმართავთ უმრავლესობის ლიდერს, რომელიც ასევე ჩაგვერთვება დღის კურიერის ბოლოს. მე ისევ COVID-19-ს მინდა დავუბრუნდე. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ახლა სოლიდარობის დროა. რას აკეთებს უშუალოდ მაგალითად თქვენი გუნდი? ზოგადად ოპოზიცია, რომ ეს სოლიდარობა იქნას გამოხატული. რაში გამოიხატება თქვენი სოლიდარობა გარდა იმისა, რომ ნაკლებად აკრიტიკებთ ახლა უკვე ხელისუფლებას? მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია როგორც არასოდეს არის პასუხისგებლობით, ხარისხობრივად პასუხისგებლობით განშვალული და ითვალისწინებს რთულ ვითარებას ქვეყანაში და არაერთი მათი ჩვენი თრიანთ ოპოზიციური სპექტრის ქმედება ამაზე ცხადყოფს, ხო? გარდა იმისა, რომ უბრალოდ ვართ სოლიდარული და მეტნაკლებად ვცდილობთ, რომ ვიყოთ რბილები კრიტიკაში და აქაც ვცდილობთ, რომ ეს კრიტიკა არ იყოს ახმული, არამედ იყოს უბრალოდ როგორც თანამშრომლობის ფორმატ გაგებული ჩვენი კრიტიკა, რომელიც რეკომენდაციებსა და რჩევების სახით არის ხშირად გაზავებული, ხო? გარდა ამისა, ეხა ვისაც რა შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებ და ვეხიდებით ხელისუფლებასაც. ნებისმიერი ოპოზიციური პარტია და აქ არ არის მხოლოდ საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე, ხო? ვისაც შეუძლია სხვადასხვა საშუალებებს ურიგებს გაჭირებულ ოჯახებს, ასობით გაჭირებული ოჯახი არის, ასე თქვათ, ხარდაჭერილი ოპოზიციური პარტიების მიერ ნაციონალურ მოძრაობას რაღაც წარმოადგენს, გეტყვით, რომ ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქცია ჩაუტარებია სამწუხაროდ ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვან წინადადებაზე ხელისუფლებამ უარი თქვა, რომელიც ეხება ემიგრანტების ჩამოყვანას და ეს ძალიან კარგად ვიცით. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ არსებობს სპეციალური ფონდი სტოპკოვი, სადაც შეგიძლიათ გადმორიცხოთ თანხა. რატომ არ გადმორიცხათ თუნდაც მიხეილ სააკაშვილმა ამ თანხას? მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ 100 მილიონი ჩარიცხა ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა. თქვენც გაქვთ ეს ფონდი ღია ყველასთვის და შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხები. დღეს გახდა ცნობილი, რომ 100 მილიონი ჩაირიცხა. გარდა სანამ ამ კონკრეტ ძალიან კი ბატონო, მადლობა ამ კითხვისთვის, ძალიან საინტერესო და აუცილებლად გავცემ ახლა დიდი სიამოვნებით ამ კითხვის პასუხს. მანამდე გმინდა გითხრათ, რომ არ გამომრჩეს ახლა ყველა ოპოზიციური პარტია, თოსტები 25 ოპოზიციური პარტია, ყველა ჩვენ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას, პარტნიორ სახელმწიფოებს ერთობლივი წერილით მივმართეთ და რეალურად ეს იყო მხარდაჭერა ჩათვალეთ ხელისუფლებისა, სადაც ვთხოვდით, რომ ფინანსური რესურსები იქნეს გამოყოფილი საქართველოსთვის, ხო? მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ ძნელბედობის ჟამს ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელისუფლების სადმი. როგორც ჯერჯერობით მართვის სადავეებთან ყოფებისთვის, თორემ მე ხელისუფლების შესახებ ბევრი მისაუბრია კორონავირუსამდე და მაშინ არ ყოფილვარ მათზე მაღალი წარმოდგენის, მათი ეფექტურობის, ასე თქვათ, ხარისხი უკეთესის იმედს ტოვებ და ძალიან რბილად ვთქვათ ყოველთვის და ეხლა მით უმეტეს საგანგებო მდგომარეობაში მათი ეფექტურობა ჩემის აზრით რომ ვერ უძლებს ხშირად კრიტიკასაც, ესეც ცხადია. რა შეგვიძლია ძალიან საინტერესო კითხვა ეს. ძალიან საინტერესო კითხვა. ეხლა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობამ და მიხეილ სააკაშვილმა ხომ კონკრეტული შეთავაზება გააკეთა და ამის შემდეგაც ასევე მოყვა მეორე შეთავაზება და თქვა კი ბატონო მე ფონდში ჩავრიცხავ თანხას უბრალოდ ამ კონკრეტულ კომპანიას თქვენ გაუფორმეთ უკრაინულ ავიაკომპანიას გაუფორმეთ ხელშეკრულება და ამის შემდეგ ბუნებრივია იმ საფასურს რომელიც მოემსახურებოდა ყველა ჩვენ ემიგრანტს ძირითადად დიდ ნაწილს ემიგრანტებს უფასოდ ჩამოყვანას საქართველოში აი ამ თანხას ჩვენ ავანაზღაურებთ. ამისათვის ბიძინა ივანიშვილმა ხელშეკრულება უნდა გააფორმოს ავიაკომპანიასა და რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის 100 მილიონი ლარის ჩარისხვას. ხო გინდათ რომ ვიყოთ გულწრფელი და აი ახლა გითხრათ ის რასაც ვფიქრობ. ეს არის ცინიზმი. ცინიზმია დიახაც, როდესაც ადამიანი მისი აი როგორ გითხრათ ახლა აი მარტო საქმის აფეთქებიდან გეტყვით დამასრულებიეთ და იმიტომ ადამიანი რომელიც მხოლოდ საქმის აფეთქებიდან უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში თითქმის 2 მილიარდ ლარის ღირებულების ოქრო და სპილენძს ქვეყნიდან გაიტანს. მხოლოდ ამაზე შევჩერდები და მეც ამას აღარ ჩამოვთვლი. და მარტო ფარცხალაძეს რო 400 მილიონი აქვს ლარი მოპარული და 21 ადამიანი ხელს ადებს, ხო? უბრალოდ პოლიტიკოსი ნიკა მელიაკი არ გამოდის ბრალდებულად. ფარცხალაძე ცოცხალი ხალხი არსებობს, ზოგი ციხეშია და ზოგი გარეთ გამოვიდა და ამბობს რომ ამ თაღლითურ სქემაში ფარცხალაძე მიმაღებია მონაწილეობა 400 მილიონი ლარია. ბიძინა ივანიშვილის
როგორც ამ ქვეყნის მმართველის და ჩემის აზრით ძარცველი წლების განმავლობაში შემოსავალი 2019 წელს გახდათ 550 მილიონი დოლარი. 550 მილიონი დოლარი. და ესე იგი მისი ქონების 0.6% რაღაცა 31 მილიონი დოლარი ჩარიცხა ახლა ფონდში და ეს უნდა იქნეს მოწონებული, დაწუნებული ვარ თქვენ და ძალიან ბევრი მაყურებელი რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებს, გაცილებით მეც ხარჯავს ქვემოქმედებაში პროპორციულად საკუთარი შემოსავლისა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. აგერ მაგალითად Twitter-ის სოციალური ქსელი Twitter-ის დამფუძნებელმა, ხო, საკუთარი ქონების 27% გადარიცხა შესაბამის ფონდში, მილიარდი დოლარი. მილიარდ 800 მილიონი ლარი იყო მარტო გამჭირვალეთ მისი შემოსავალი ამ კაცის ბიძინა ივანიშვილის შარშა. გასაგებია ბატონო ნიკა, გასაგებია, დიახ, ჩვენ სხვა სტუმრებსაც უნდა დაუთმოთ სამწუხაროდ ამიტომ ვერანაირად ვერ დიახ, გასაგებია თქვენი პოზიცია, თქვენ თვლით რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტი გაღების საშუალება აქვს. არა, მე ვთვლი რომ ბიძინა ივანიშვილი ამ 8 წლის განმავლობაში და არ ვიქნები ბანალური ალბათ. ამ 8 წლის განმავლობაში უბრალოდ გააღატაკა მთელი ქვეყანა და კონკრეტული ფაქტები არსებობს. და მარტო ფარცხალაძეს 400 მილიონი მოპარული რა დღის. კარგით, მადლობა ბატონო ნიკა, ჩვენ სხვა სტუმრებს უნდა დავუთმოთ ეთერი. მე იმედი მაქვს რომ სხვა ეთერში უფრო მეტი საშუალება გვექნება.